მე ვარ ნინო გავაშელი, ტანსაცმლის დიზაინერი. 17 წლის ასაკში წავედი პარიზში სასწავლებლად, დავამთავრე ბაკალავრი და მაგისტრატურა. სწავლის პერიოდში გავდიოდი პრაქტიკებს, გავიარე სტაჟირება ნიუ-იორკში, პროვენსას სკულერში და სწავლის დამთავრებისას დავიწყე მუშაობა ისეთ ბრენდებში, როგორიცაა Yves Saint Laurent და Givenchy. ჩემი პირველი კოლექცია გავყიდე ნიუ-იორკში, მაგრამ როგორც კი კონტრაქტი შემომთავაზეს და დავიწყე მუშაობას Yves Saint Laurent-ში, ჩემი ბრენდზე მუშაობა გავაჩერე და დღეს დიდი პაუზის შემდეგ გვაქვს ჩემი მეორე კოლექციის გადაღება. ამ კოლექციაში წარმოდგენილი მაქვს tailoring პიჯაკები და მანტოები და ასევე დრაპირებული კაბები. თაკონაცვლის შულს მოვარგეთ ჩემი კოლექცია. ზოგადად მე და თაკო თანამშრომლობთ დიდი ხანია. მე და თაკომ შემოვიტანეთ ესმოდ პარიზი თბილისის ბაზარზე BTUS-თან თანამშრომლობით. ესმოდი არის მოდის დიზაინის უნივერსიტეტი. ბაზარზე არსებობს უკვე 175 წელია. მას გამოზრდილი ყავს ისეთი დიდი დიზაინერები, როგორებიც არიან ჟაკ მუსი, ოლივიე რუსტენგი და ბევრი სხვა. ჯერჯერობით გვაქვს ესმოდის კურსები. კურსების დამთავრებისთანავე სტუდენტები იღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს, რითიც შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა, მუშაობა თუ პრაქტიკების გავლა. თუმცა მხედველობაში გვაქვს, რომ ახლო მომავალში შემოვიტანოთ ბაკალავრის და მაგისტრატურის პროგრამებიც. ძალიან ბევრი წარმატებული დიზაინერი ვყავს საქართველოში და შესაბამისი განათლება არასდროს არ მქონდა, განათლების სისტემა მოდის მიმართულებით. ძალიან დიდი იყო ინტერესი სტუდენტების მხრიდან, იმიტომ რომ როდესაც უნდათ საქართველოში ესწავლა, თუნდაც ჭრა კერვა, თუნდაც ბიზნესი მოდის მიმართულებით. მსგავს ფაკულტეტს საქართველოში ვერსად რომ ვერ პოულობდნენ. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ ჩავსულიყავით საფრანგეთში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტი საქართველოს ბაზარზე შემოგვეყვანა. ბევრი მიმოგზაურია და ჩემი აზრით ქართველები გამოირჩევიან თავისი გემოვნებით. საერთაშორისო ბაზარზე უკვე ბევრ ქართველ დიზაინერს ხედავთ, დემნა გვასალიას, დავით კომას და ბევრ სხვას და დიდი პოტენციალი აქვთ ახალგაზრდებს, ქართულ სტუდენტებს იმისა, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ და მოდის სფეროში იმუშავონ. მიუხედავად იმისა, რომ პარიზში დიდი ხანია წასული ვარ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო ჩემს ქვეყანაში ვითარდებოდეს და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ამაში წვლილი შეგვაქვს.